მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სამართალდამცველებმა პარტიის ოფისში მიაკითხეს. დააკავეს ხელბორკილები დაადეს და სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ლელოს ლიდერები ციხეში წაიყვანეს. ეს კი მას შემდეგ, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მოსამართლემ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნოდა, ორივეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 2 წლით კი თანამდებობის დაკავება აუკრძალა. განაჩენის გამოცხადებას ლელოს ლიდერები არ დასწრებიან. სასამართლოს მიმდინარეობის პარალელურად განცხადებას პარტიის ოფისში აკეთებდნენ. ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენი გუნდი მზად არის ბრძოლისთვის და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ვერანაირი საპატიმრო, ვერანაირი უმსგავსო გადაწყვეტილება, ვერანაირი სადამშელო ღონისძიებები ჩვენ ვერ შეგვაცვლებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ლელოს ლიდერებამდე განაჩენი ზურა გირჩი ჯაფარიძეს გამოუცხადეს და საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ისიც დამნაშავედ ცნეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ჯაფარიძეს 7 თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების ხარის არგუმენტაცია, როგორც ბრალთან მიმართებით, ჩვენი დასაბუთება, არგუმენტირება, მტკიცებულებები, რაც წარდგენილი ჰქონდა ჩვენ არსებითი განხილვის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რაც იყო გონურვეჩმ სტანდარტით დასაბუთებული და ბუნებრივია გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამავე საქმეზე განაჩენის მოლოდინშია გივით არგამაძეც, რომელმაც სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით საკუთარ პროცესზე დღეს დასკვნითი სიტყვითაც ისარგებლა და თქვა, რომ 27 ივნისს განაჩენსაც სასამართლო დარბაზში მოისმეს. მოლოდინი რა ვიცი, მე ხედავთ რომ आज უწყვეტად მიდის, ხო ყველას თუ იჭერენ, ყველას იჭერენ. სათქო რა ბარა გიჟი კი არა, რეგრე უიქცე, რა ბარა ამათი ციხე მაგრამ ამე არ მიქნა. სისხლის სამართლის საქმეებზე კონკრეტული პოლიტიკოსების ბრალეულობას პროკურატურა მათ მიერვე მოპოვებული მტკიცებულებებით ადასტურებს. წარუადგინეთ მტკიცებულებები და ჩვენი მოთხოვნა იყო თითოეულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები დასტურდებოდა ბრალდებულთა მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ოპოზიციონერი ლიდერებისთვის არაფერს ნიშნავს. დაკავებულთა თანაპარტიელები და თანამოაზრეები სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რაც რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა. ეს არის ის, რომ ქვეყანაში დიქტატურა გრძელდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიქტატურა არ დამკვიდრდეს ჩვენ სახელმწიფოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ასეთი მკაცრი ნაბიჯი, ეგრეთ წოდებული მკაცრი, არადა რუსული სახელმწიფოს საოკუპაციო ქვეყნის, ოკუპანტი ქვეყნის მაამებელი კონკრეტული გადაწყვეტილებები უფრო მეტად მოტივაციას მისცემს, როგორც ქართველ ხალხს, ისე ყველა პოლიტიკოს. ის, რასაც ოპოზიცია პოლიტიკურ დევნას უწოდებს, მმართველ გუნდში კონსტიტუციის შეურაცხყოფად ფასდება. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების თქმით, ნებისმიერი პირი, რომელიც კანონს არღვევს, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ღალატობს. როდესაც საგამოძიებო კომისიას მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივის წესს ქვეყნის კონსტიტუციას, არაღიარებენ წავნენ ციხეში. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა deep state-მა. არაინტერესებთ, ან მათ არაინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი. არაინტერესებთ ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ იქნება, რა ბედი ეწევა პოლიტიკურად, არაფერი არაინტერესებთ. როცა ხარ deep state-ის აგენტი, უნდა შეეგო იმას, რომ თუ დაჭირდათ გაიძულებენ კანონის დარღვევას. თუ კი ასე პატივისცემა აქვთ მათ კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ, 42 მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს ყველას, ვინც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიის მხრიდან, გამოცხადდეს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. ასე რომ ის, ვინც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, მიიღებს შესაბამის პასუხს ქართველი ხალხისგან მისი სასამართლოების მეშვეობით. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე 3 ოპოზიციონერ ლიდერს პატიმრობა უკვე შეეფარდა. განაჩენის გამოცხადებას ახლა ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე და გივით არგამაძე ელოდებიან.